Zadagda mi bombebo. Araperi ara გვაქვს არაფერი. სამსესაკარი და მუსიკასაც მე ლიკვაცია ჩვენი არაფერი. I spent my childhood here in Gori. I have such good memories of this place. When we came here and saw all the destroyed buildings, I just couldn't believe it. ჯერ დაარტყა იქით სადგურში ორკინიგზას და მე მეორე გამოიარა და დასხრივა ჩვენ. აი მე როგორც ვიტყვი კასეტნი რაკეტები იყო. ერთი 6 სალი, ერთი აგერ დაეცა, მეორე იმას მოხდა, მესამე იქ და ერთი ზოგერ ზევი. My name is Teo. I'm 20 years old. My friend Vaho is 21. This was us in the summer of 2008 on the bridge over the Inguri River. So much has happened since then. And this is the bridge which divides Georgia and Abkhazia. ზურგით რო არა კომფორტულად ვარ, მეჩვენია იქეთ ვიყურებოდე და ხედავდე რა ხდება. ვახვას თუ ნერულობდი არ ვიცოდი შეკაიგაცა. აი ხა უყურებ, აი მართლა ძალიან ლამაზია აქეთ შორიდან და აი მართლა რავი რა, მე მართლა აღფრთოვანებული ვარ და რაც გამიკვირდა კიდეც აღნიშნე, აი ესეთი მას არ ველოდი რა და აქამდე მოსვლას არც მე ველოდი. ამდენების გადადგამ და უკვე გადასული ხარ რა. საინტერესოა იქეთ რა ხდება, ეხლა რას აკეთებენ. ძალიან მალეც არა, მაგრამ აი როდესმე ხო მაინც. როდესმე მაინც. In 1993, when Abkhazia broke away from Georgia after the war, we were both too young to remember. In those times, Russia stood between us and the Abkhaz, and this border was controlled by Russian peacekeepers. Abkhazia is one of two unresolved conflicts in Georgia. The other is South Ossetia, where war broke out even earlier. In 1991. 2 weeks ago, the filmmaker Mamuka Huparadze asked me and Vaho if we'd like to take part in a new film. He wanted to look at the wars that happened 15-16 years ago through the eyes of our generation. და ჩვენ წარმოვიდგენიაროთ თუ კარგად მოვინდოვრით ხო რაღაც მოსაზრებები შეგვექმნება ჩვენ. We're going to look at the Abkhaz conflict and we're going to be asking what caused the conflict between two nations who'd lived together peacefully for many centuries. We started our journey at the very top. Edvard Shevardnadze is known across the world as the politician who oversaw the last years of the Soviet Union. His name is also associated with the Abkhaz War that broke out as the USSR collapsed. ბატონო ედუარდ, შეიძლებოდა თუ არა აფხაზეთში ომის თავიდან აცილება? რა თქმა უნდა შეიძლებოდა. მაგრამ თქვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ იმას, რა დრო იყო და საქართველოს განვითარების რომელ ეტაპზე იყო. ესე იგი, თავარი შეცდომა და ჩვენი დანაშაული ის იყო, რომ ბატონი თენგიზ კიტოვანი სოხუმში არ უნდა შესულიყო. Tengiz Ketovani was one of the military leaders who overthrew Georgia's first president, Sviat Gamsakhurdia. Shevardnadze was invited to return from Russia to lead Georgia, but he had to put up with Kitovani's ambitions. არ ვიყავი სამოძრაოს მეთაური. მე ვიყავი იყო სახელმწიფო საბჭო, რომლის მეთაურად ამირჩიეს, მაგრამ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე არც მთავარსარდალია, არც გვარდია ემორჩილება და არც სხვა.
However, Shevardnadze didn't deny that he had agreed to send troops to Abkhazia. და როცა გახშიდა მატარებლების ძარცვა, მატარებლები სოჩიდან სოხუმამდე და თითქმის ყველა მატარებელი იძარცვებოდა. და მივიღეთ წერილი რუსეთის ხელისუფლებიდან, უკრაინისგან, სხვა ქვეყნებისგან, რომ ამდენი ზარალი სატანა აღარ შეიძლება და რახან თქვენ ტერიტორიაზეა საუბარი, თუ დაიცვათ მატარებლები ძარცველებისგან და ქურდებისგან. აი ამასთან დაკავშირებით საჭირო გახდა მილიცია ამას ვერ გააკეთებდა ჯარის ნაწილების შეყვანა. თუმცა იქ ტანკებიც იყო და საბრძოლო ტექნიკა ისეთი მძიმე, რომელიც თქვათ მანდამაინც რკინიგზის გასაკონტროლებლად არ იყო აუცილებელი. ტანკები მაშინ არ იყო. ტანკები მაშინ კიდევაც არ ყავდა, როგორც მე მახსოვს, იყო სხვა იარაღი, თქვათ, სარბაზნები და ამურქვევები და შაშხანები და სხვები და სხვები. Georgia's armed forces entered Abkhazia on August 14th, 1992. მაგრამ მაინც დააფრთხენ აფხაზები, მიატოვეს სუხუმი და 1-2-3 აფხაზი დარჩა, რომლებიც იქ მუშაობდნენ ადმინისტრაციაში. არა, გაცილებით უფრო სერიოზული მოთხოვნები იყო იქ რეალური თვითმმართველობა, რეალური ავტონომია, უკვე ომის შემდეგ ფედერაცია ხელშეკრულება. არა, ამაში ცუდი. არა, კარგია. ეს რომ მოითხოვონ, დღეს რომ კარგია თქო, და რატო არ მივეცით რეალური ავტონომია? ხო და მე მაშინ რატო არ მივეცით თქო, აი ამას ვამბობ. რატო არ დათანხმდა ქართული მხარე ესეთ შეთავაზებებს პირიქით მომხრე ვარ, კარგად მოვიქეს. ქართველების დიდი ნაწილი მაშინ ცოტა სხვა ხასიათზე იყო და სხვა განწყობის იყვნენ აფხაზების მიმართ. და მე ერთპეროვნულად ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. Outside Shevardnadze's house, we met some supporters of Georgia's first president, Zviad Gamsakhurdia. They say Shevardnadze was to blame for Gamsakhurdia's death, and they want him put on trial. After we talked to Shevardnadze, we wanted to find out more about the national mood in Georgia in those days. ოღონდ იმ პირობით რომ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი და დამკვიდრდნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ. მე გთხოვთ აქ გამომსვლელებს თუ ვინმე მოინდომებს ამ ჭეშმარიტების სხვაგვარად წარმოდგენას არ მოусმინოთ. აფხაზიერი არ არსებობს. Ну, ეს სასაცილო არ არის. ეს არის ხო, ეს რადიკალური განცხადება. ახლა ეს იყო მე ხა ლიდერი რა მაშინ. და თქო, ირაკლი ბათიაშვილის, როგორც ამბების შეცვლეს, მოგაწოდოთ ინფორმაცია და ეჭვს ამებარებარო. თქვათ ამ ადამიანებმა დაკარგეს რეალობის გრძნობა ხალხის დიდი ნდობიდან გამომდინარე და ყველაფრის უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს, მაგრამ მეორე მხრივ ხალხი როგორი იყო? შეიძლება კითხოთ იმ თაობას, თუნდაც იმ თაობას, რომელიც მაშინ ცხოვრობდა და რომელიც მაშინ უყურებდა ამ ყველაფერს და ჩართული იყო ამ მგონი საინტერესო იქნება. So I invited Bakho over to my place. დედა, მე და Bakho ვეძებდით ინტერნეტში იმ ძველ კადრებს, რაც იყო აი წინარე სანამ ეს ომი დაიწყებოდა და რაღაც ვნახეთ ზვიად გამსახურდეს ლოზუნგები და არა მარტო მისი და ეს ლოზუნგები ისეთი იყო მიმართული იყო, როგორც აი ძალიან აგრესიულად ჟღერდა, რომ გაეთრიეთო ერთგან ესეც თქვა. და აი მაინტერესებს, აი როგორი განწყობები იყო ხალხის მასა აყოლილი იყო მართლა ამ განცხადებებს? არა, ეხლა ჩანს თითქოს რომ აგრესიული იყო, მაგრამ მაშინ აგრესიული მართლა არ ყოფილა. უფრო პატრიოტული იყო და ხალხის მასა ძირითადად უმეტესი ნაწილი მართლა ეთანხმებოდა. და ესეთი რადიკალური დამოკიდებულება, რაც მაშინ იყო, აი მაინც რას ემსახურებოდა, რა იყო მის მიზანი? ჩვენი მიზანი იყო საქართველო გამთლიანებული, გაძლიერებული და შემდგარი ქვეყანა გვეხილა. და სწორედ ეს იყო
ამ მცირეერების ასე ვთქვათ მიმართ ანუ აგრესიაც არა, უფრო აგვეძულებინა რომ ეცათ პატივი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ეხლა აი თითქოს რაღაცა გადაფასდა რა, აი ეხლა ფიქრობ არასწორი იყო. საინტერესო იქნება, რომ აი უშუალოდ შევხვდეთ ისეთ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ კონფლიქტის პროცესში მიმდინარე მოვლენებზე. და შენ რა სიტყვი? აი მაგალითად რო შევხვედროდით ბატონ გია ყარყარაშვილს. In 1992, fighting broke out between Georgian troops and separatist fighters in South Ossetia. Gia Qarqarashvili emerged as a charismatic military leader during that war. The war, which started shortly before the collapse of the USSR, ended in a new political era, with the deployment of peacekeepers from post-Soviet Russia. But he was against sending Georgian troops into Abkhazia. We wanted to find out why. უპირველეს ყოვლისა, სულ ახალი დამთავრებული იყო ცხინვალის საომარი მოქმედებები, სადაც ეროვნულ გვარდიას უდიდესი სიმძიმეების წინაშე მოუწია ყოფნა, დიდი იყო მსხვერპლი, პრაქტიკულად ბატალიონები ეროვნული გვარდიის იყო გადაღლილი, ამიტომ მიმაჩნია ავანტიურად. ანუ ამის პასუხი და არგუმენტი იყო, რომ რაღაც პოლიტიკური კუთხით აუცილებელი იყო ეს ოპერაცია მომხდარიყო აუცილებლად 13-14 რიცხვში, რაღაც მიზეზი იყო, რომ რუსეთის დუმა შობლებაში ამ დროს გასული. ამჟამად ეს ქაოტურად მოხდა, ეს შესვლა, ესე რაღაც თითქოს ხელზე ამხადრებულების შევარდნენ ეს ნაწილები, არც ამოცანა არ იყო დასმული რა. სულ რაღაც სირთვეში ჩვენ ეს მოსახლეობები აფხაზეთის გადავიმტერეთ, განსაკუთრებით სომხები. არადიორობის ზარწვის, გლეჯვის და ქაოსის გამო. დაუკაცრავად, მარტო ჩვენიდან გამომდინარე იყო ამის მიზეზი, რომ ისინი ჩვენ დაგვიპირისპირდნენ? არა, არ იყო, მაგრამ აი ტყის სროლა ზიზღსა და რაღაც აი სრულ რაღაც გაბოროტებაში არ უნდა გადაძლებილიყო, აი შესაძლებელი იყო ჩვენი მხრიდან, ქართველების მხრიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ომის, ნგრევის ამ რაზეც თქვენ საუბრობთ ახალგაზრდობის განადგურების და ეს გახლეჩის და დაპირისპირების ფონზე. ღირდა ეს ომი ამად? აი ომის ფასი ყოველთვის ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი მიზეზი. არო არასდროს არ ღირს ომი არც იმ საბაბად მიზეზად თუ მიზნად. სამწუხაროდ ამას ადამიანები ყოველთვის ომის მერე გებულობენ და ძალიან მალე ივიწყებენ მას. ძალიან მეწოდება დღევანდელი თაობა აფხაზური თუ ოსური, როდესაც უყურებ აი რა პირობებში ცხოვრობენ. მაგრამ როგორც კი პოლიტიკური მიზნისათვის აი იარაღია ჟღარუნდება ხოლმე თბილისში რომ გაერთიანება მოხდეს, აი ეგრევე მეც ავენთები ხოლმე და უსვათ მხარდამჭერი ხდები და ჩემშიაც იყვით. ანუ აი ადამიანში არის ალბათ ორი ბუნება, ერთი მხრივ ადამიანური და მეორე მხრივ ადამიანზე წინ სამშობლო დგება ხოლმე. მე შეგთავაზობ, რომ ჩვენ ვესტუმროთ ბატონ გულრამოდიშარიას, მწერალს, რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტის და ამბის მოყოლა შეუძლია ჩვენთვის. It sounded like a good idea. A writer from Sukhumi could tell us what people were thinking in Abkhazia before the war. რატომღაც გონიათ, რომ ჩვენ აფხაზები სულ ავტომატებით დავსდებდით იქან, თქვა და ასე არ ვინდობდით ერთმანეთს, არ იყო ასე. ჩვენ მქონდა ხინი, ჩვენ მქონდა აბა სხვანაირად ის სიყვარული სოხუმის, გაგრის, გალის და აქაურ ხალხს არ ექნება. აქაური ხალხი არ გაიხედავდა იქით, რომ იქ მუდამ დაძაბულ სიტუაციაში ყოფილიყვნენ. Сухуми, я здесь мальчишкой бегал босиком. Сухуми. კარგი ურთიერთობა ქორწილებში ერთად სიარული, ნათლობა, სისხლის ნათესაობა, მეგობრობა და არ ვიცი, ძალიან ბევრს აკლია დღეს აქ, რომ აფხაზი არ არის მის გვერდით.
რას ვერ იყოფდნენ ქართველები და აფხაზები და თუ იყო ესეთი? მე მახსოვს პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც ლენინის მოედანი ასე ერქვა მთავარ ცენტრალურ მოედანს სოხუმში, სადაც შეიკრიბებოდნენ იგივე აფხაზი ეროვნების ძირითადად წარმომადგენლები და თქვათ, ითხოვდნენ რა მოთხოვნები იყო ეგა, რომ დემოგრაფიულად ისინი რაც რო გადის უფრო მცირენი არიან, რომ პერიოდი იყო რომ ესე იგი ტელევიზია არ აქვს, არ აქვს უნივერსიტეტი, არ აქვს, სხვა რაც უნდა კონდეს ერს, რაც არ უნდა მცირერიცხოვანი ან მრავალრიცხოვანი იყოს ისა. საიდან დაიძაბა ურთიერთობა, აი ისე რომ რეალურად მე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივედით, აი წყალგამყოფად პრინციპში თქვენ რას მიიჩნევთ? აი ზუსტად იმამ რომ საბჭოთა კავშირი ძალიან სწრაფად დაიშალა. სწრაფად რომ დაიშალა ადამიანები ვერ გაერკვნენ თუ როგორი მიმართულების მსახურები გამختარიყვნენ. აფხაზებს თავის ილუზია ჰქონდათ, ქართველებს კიდე თავის ილუზია, აქ იყო ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობა. ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობა რა არის? ეგ არის მიტინგები გაუთავებელი. აი 100,000-იანი მიტინგები, 150,000-იანი, 200-იანი, 300,000 კაცს გამოდის. ეს არის აღელვებული ხალხი. ჩვენ ვიძახდით მაშინ, აი ვიქნებით დამოუკიდებელი, გავყიდით ღვინოს, გავყიდით წყალს და მილიონერები ვიქნებით და ვიცხოვრებთ შესანიშნავად. აფხაზები ვიძახდნენ, ასეთი აფხაზებიც რომ აფხაზეთი აი გამოეყოფა, თქვა საქართველოს, ვიქნებით შვეიცარიასავით, გვაქვს ზღვა, გვაქვს ბუნება, ასე შემდეგ და ვიქნებით შესანიშნავად. რაზე მიდიოდა კამათი? პრესაში, ტელევიზიაში, საზოგადოების ფენებში. ქართველები ხშირად წერდით ერთ რამეს, თქვენ მხოლოდ 17% ხართ აფხაზეთში და 17% მოიქეცით ისე როგორც 17%-ს ეხება ეს. პატარა ხარ, მცირერიცხოვანი ხარ. მე ახლა მაშინ მახსოვს ლექსებიც იბეშდებოდა, კიდევ რაც იყო ყოვლად გაუგონარი და შეუძლებელი იყო, არ უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან ცნობილი პოეტი, არ მინდა გვარი მოვიყვან, რომელიც წერს რომ აფხაზებო გაჩერდით რა, ორი სტადიონი ხალხი ხარ. და მე როგორც ვიცი, უკვე აფხაზეთშიც უკვე იყო ისეთი განწყობა იყო და კიდე რაც შეიარაღებულებიც იყვნენ თოფებით, ანუ უკვე რაღაცას ელოდებოდნენ. მე თუ ველოდე იქაური კაცი დაბადებული, მე მეცოდნებოდა რომ იმ დღეს ვიწყება ომი. სოციალს გავხიზნავდი, რაღაცას მოვიმოქმედებდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი, ვიყავი შვებლებაში, ვიყავი ზღვაში, და ამ დროს ნახე ორი ვერტფრენი, რომელიც ისვრის და ცოტა ხანში უკვე იმ ადგილას, სადაც ჩემი სახლია და ტურბაზის რაიონი, მან დავარდა შავი ბოლი. ვიდეგი და ვითვლიდით 55 ტანკი. ანუ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ბევრად მეტი შეიარაღება ჰქონდა. ეს შეიარაღება არ იყო ჩვენი ქარხნებიდან გამოსული, ჩვენ არ აყავს ტანკების ქარხანა. ეგ იყო ასე რომ რუსეთის მაშინ ხელმძღვანელობამ ახალციხის თუ ახალქალაქის რომელიღაც სატანკო მთელი დივიზია თუ არ ვიცი მე რა ქვია მათ ნაწილებს მთლიანად გადასცა ქართულ მხარეს. და იმის შემდეგ უკვე დაიწყო აფხაზური მხარის მეტად შეიარაღება. მაგრამ საუბედუროდ ჩვენ და აფხაზებმა მაშინ შესანიშნავად შევასრულეთ ის როლი, რომელიც სადღაც დაიწერა ჩვენთვის. We decided it was time to talk to Gian Chapadze, a historian with Abkhaz roots who still maintains contacts with many people in Abkhazia. We wanted to ask him the same question. How did these two nations who lived together for so long end up to war? აი 50-50-იან წლებიდან მოყოლებული 80-იან წლებამდე აფხაზეთში უკვე არაჯანსაღი სიტუაცია, იქ ქართული თემი და აფხაზური თემი გარკვეულად მოკიშპეებად გამოდიან. ოღონდ მე მინდა აქ იცოდეთ, რომ ეს მოკიშპეობა ძირითადად ამათ თემების ზედაფენას ეხებოდა. იმათ, ვინც დაინტერესებული იყო ისეთ კარგ ადგილებში, ნომენკლატურულ რაღაც ადგილებში. ხოლო უბრალო ხალხი, როგორც ქართველები, ასე აფხაზები განაგრძობდნენ ისეთივე სიახლოვეს, როგორც ადრე იყო მათ შორის თითქმის და ამის მაჩვენებელია, როგორც გითხარით უკვე ის შერეული ქორწინებები, რომლებიც აფხაზეთში მრავალეროვან უკვე აფხაზებს ყველაზე მეტად ქართველებთან ჰქონდათ. და აი თვითონ ხალხის ფსიქიკაში როგორ მოხდა ეს გარდამტეხი? აი 99 წელს სისხლი რომ დაიღვარა, ამან ძალიან ცუდი კვალი დატოვა აფხაზეთში.
On 9 April 1989, USSR government brutally broke up a rally that demanded independence in Tbilisi. At the same time, the political situation in Abkhazia was also heating up. That summer in Sukhumi, there were open confrontations between Georgians and Abkhaz. 99 წელს მოვლენებმა ორმაგი ეფექტი მოახდინა. ჯერ ერთი ცოტა გამოფხიზლების, რომ ეს რა მოგვივიდა, ეს სადამდე მივედით, ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, ცოტა გამოფხიზლების, მაგრამ მეორე მხრივ კიდე ის იყო, რომ ესე იგი ესეთი რაღაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება განმეორდეს, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ შეიარაღებაზე, მობილიზებაზე და ასე შემდეგ. და აი, აფხაზების მოთხოვნა რა იყო? შესაძლებელია მათ ერჩივნათ, რა თქმა უნდა, რომ ყოფილიყვნენ სრულიად საქართველოსგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული. მაგრამ მათ არ ქონდათ მოთხოვნები რუსეთთან შეერთების, ასეთი სურვილი ეხლაც არ არის აფხაზეთში. მათ ქონდათ, რომ საქართველოს ფარგლებში მათი პოლიტიკური და ასე რომ ვთქვათ, სხვა როლი უფრო გაზრდილიყო. ესე იგი, ერთი ვარიანტი, რომ საქართველოს გამხდარიყო ფედერაცია, ქართული და აფხაზური ფედერაცია. მეორე ვარიანტი, აფხაზეთი ყოფილიყო რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. ისევე როგორც იმ დროს რუსეთის ყველა ავტონომიური რესპუბლიკა და ავტონომიური ოლქი გახდა რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მესამე ვარიანტი, რომ თვითონ აფხაზეთში შექმნილიყო ორპალატიანი პარლამენტი, რითიც აფხაზებს კანონიერად შეეძლებოდათ რაღაც კვოტები, მათთვის აუცილებელი კვოტები ყოლოდათ ხელისუფლებაში. ეს სამივე წინადადება ქართული მხრიდან იყო უარყოფილი. თქვათ არგუმენტებად რა მოქონდა? არგუმენტები რეალურად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, მათ არ იცოდნენ ეს. ეს მათი შიშისა და უვიცობის შედეგი იყო. აფხაზები ჩვენი მისამართით ხშირად გამოთქვამენ ხოლმე ესეთ მოსაზრებას კი პრეტენზიას თითქოს, რომ აი გამოჩნდა ტანკები, გაგრაში დესანტი იქნა გადმოსხმული და თითქოს ჩვენ გვაბრალებენ, რომ ხო, მაგრამ ეს ხო არ იყო აშკარა მიზეზი ომის დაწყების, ან იმის თქმა მინდა, რომ ეს ხო არ ნიშნავდა, რომ ომი იწყებოდა უკვე. ამ შემთხვევაში ახლა თუ არ გაუწევდნენ წინააღმდეგობას აფხაზები, არ იქნებოდა ალბათ ომი. მაგრამ თუ არ გაუწევდნენ წინააღმდეგობას აფხაზები, ესე იგი ესენი უნდა ხმარ უნდა ამოეღოთ. აქ უკვე სტრუქტურებია შექმნილი, არ იყვნენ აფხაზები მზად იმისთვის, რომ ასეთი დანებებულიყო და ამიტომ წინააღმდეგობა დაიწყო. არ შეიძლება ისე გავიგოთ, რომ ყველაფერში ქართული მხარეა დამნაშავე. აფხაზებსაც ჰქონდათ თავისი რაღაცები. ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყვნენ, რაღაც სხვანაირი ნაბიჯები რო იყვნენ, გაეკეთებინათ, მაგრამ მაინც პირველ რიგში მაინც ქართულ მხარეს ვადანაშაულებდნენ, იმიტომ რომ ეს იყო სახელმწიფო საქართველო. სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოებს ყოველთვის მეტი აქვთ პასუხისმგებლობა. Vakho and I decided to head for Zugdidi, on the border with Abkhazia. We wanted to see the consequences of the war for ourselves. So together with our producer Mamuka, we drove to Vektor, the suburb of Zugdidi. This half-built construction is a hostel for Georgian refugees from Abkhazia. Prosím, რომ მოდიან იტყვიან, რომ ამას გავაკეთებთ. კანალიზაცია რო გააკეთეს, არც ერთი არა გაკეთებული წყალი, ყველაფერი იქან იგროვება, წყალი არსად არ მიდის. როცა რო იწვევს, აქან ამხელა წყალი დგას აქან. არა სახში რამდენჯერ შემოვიდა, ყურადღებას არავინ არ გაძლევს. შიგნით ტუალეტი არა აქვს, არაფერი შიგნით მე-5 სართულიდან ჩამოვლიან და იმას აქან იწვევს რეცხავი. წყალი კიდე არ არის ზევით. არავინ არა დასაქმე ახალგაზრდა რო არიან, მარტო მასში არიან დასაქმებული, მეტი არაფერში. From the top of this building, you can see Abkhazia. Some of the men were standing outside. Vakho wanted to speak to them, but they didn't want to be interviewed on camera. They were angry and said that everyone had forgotten them, not just the state but ordinary people in Georgia too. Eventually, after much effort, Vakho managed to persuade one of them to talk.
Სწრაფად გითხარი ახლა. მიდის დეგრადაცია ჩემს არსებაში, ჩემს აზროვნებაში, იმიტომ რომ არ არსებობს სამართალი ამ ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში. უსამართლობა არის ყველგან და ამიტომ გული მაგატეხლი რა თქმა უნდა. გალში გადასვლა შეგიძლიათ? ჩემი მამა პაპისეული მეწაზღალია, სასაფლაოები არის იქ არის, რომელსაც ვერ მივატოვებ ვერაფრის დიდების. A couple of miles away is the bridge the refugees walk over to get to Gali. Although most people who live there are ethnic Georgians, Gali is under Abkhaz control. კიდო იქიდან გალის რაიონის ხალხი კიდო იქიდან იკვებება რაღაცა 1-2 ლუგმა გადმოაქვს. მაგრამ ხა წარმოუდგენელი მაგ დაუშვათ მე რო იყოს სენაკში და თბილისში რა გავაკეთო? სამუშაო არ გამაშნია და რაფლი არ გამაშნია. რა უნდა გავაკეთო? მაშინ უნდა მოვიპარო, ან კაცი უნდა მოვკლან და ვაყაჩაღო ან რაღაცა, ხო? რა ვიცი ეს თავრობა და პოლიტიკა, რანაირი პოლიტიკა არის, ვაიზულებენ, ესე იგი რომ ვიყაჩაღო, რომ მოვკლან, რაღაცა გავაკეთო უბედურება, ხო? ეხლა გარმოხურში მივდივართ, ნახოთ ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც იქ საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში არიან ჩასულები და ისვენებენ ბანაკში. მაინტერესებს როგორია მათი განწყობები. Interestingly, Ganmokhuri is right on the border with Abkhazia. We were surprised. The Georgian government has turned Ganmokhuri beach into a real holiday resort. So, in the summer of 2008, Georgia had one more Black Sea holiday resort. The beach was crowded. Probably because people can't go to Abkhazia. Our film director made use of the sea. People are enjoying themselves while the building work is still going on. At last we reached the camp. The guard on duty called Tbilisi to get permission for us to go inside. ჩვენ დიდი სურვილის მიუხედავად შეგნით შესულიყავით და ბავშვებთან აგვეღო ინტერვიუ, ვერ მოვახერხეთ, უბრალოდ ნება არ დაგხვდეს და რაღაცნაირად გამიკვირდა, იცი რატო? იმიტომ რომ ჩვენ როცა გადასვლები ვიყავით აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხო? იქ რაღაც, რა ვიცი, თითქმის უპრობლემოდ მოვახერხეთ ხიდზე გადასვლა და გასაუბრებაც მოვახერხეთ და გადაღებაც კადრების. ესია ალბათ ჩვენთან რომ მშვიდობა და მეგობრობა დახურული საკითხებია. There was nothing to do but to go back to Tbilisi. We were so close to Abkhazia. We had no idea that war was about to break out in South Ossetia just a few days later. A war which would take us all far away from our goals. ეს თავიდან იყო რაღაც გასაოცარი, იმიტომ რომ გამიხარდა ძალიან. რაღაც მეგონა რომ ეს არის და ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ავიღეთ ცხინვალი. უცილებელი აბა მშვიდობიანად არ აგვარდება ხო ხედავთ არა. მარტო სიტყვათ რჩება და არაფერი გამოდის და როდემდე უნდა ვიყოთ ისე დაძაბულები. ჩემი შვილი ხა ჯარშია და იქ იბრძვის და რა იქ განა არ გვეცოდებიან და გვებრალებიან იქ ჩვენ ნათესავები ყავს და ყველას ერთი ისა გვაგზა. არ გვინდოდა ჩვენ ესეთი რამე მომხდარიყო, ისაჯობდა რომ დაგვნებებოდნენ და ყოფილიყვნენ წესიერად. მაგრამ თბილისში მაინც იყო ხოლმე, მე პირადად მქონდა ესეთი შეგრძნება, რომ ეს არ შეგრჩებოდა.
იმუქრებოდა რუსეთიც მერე უკვე მის მოდამუქარები, რომ ამას თავხედეს ჩვენ არ შეგვარჩენდა და რაღაც ძალიან ცუდად დასრულდებოდა ეს ამბავი და რუსეთმა შეასრულა თავისი სიტყვა. დაიბომბა ქალაქი გორი, 4 რუსული მოიერი შემოფრინდა დღეს დილას საქართველოს ტერიტორიაზე. რა მოგვიტანა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჩვენ დავკარგეთ სამი ხეობა, ხო აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენ დავკარგეთ კოტორის ხეობა. ადამიანურ თვალსაზრისით ჩვენ დავკარგეთ ძალიან საერთოდ ამ ომში დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან, როგორც ოსებიდან, რუსებიდან და ქართველებიდან. Although Georgian troops stopped fighting and withdrew on the 10th August, the Russians carried on bombing Georgian towns and villages for 4 more days. Russian troops moved into South Ossetia and Abkhazia and then crossed the administrative borders and dug themselves in the so-called buffer zones for more than a month. After it was all over, Georgia began licking its wounds, and people started to ask questions about why it had all happened. Vakho and I decided to get in touch with the journalist Ian Tadze after reading one of her articles about the war. ჩვენ ის ტერიტორიები არ გვჭირდება როგორც ტერიტორიები და როგორც საქართველოს ნაწილი მიწების, ხო? ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ის ნაწილი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ და არიან საქართველოს მოქალაქეები და რომლებთანაც ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან ადამიანური ურთიერთობა. იცით, როდესაც თბილისი დადგა დაბომბვის საშიშროების წინაშე, ყველას გაგვიჩნდა განცდა, რომ აი თბილისი შეიძლება დაიბომბოს და მე ისე ვფიქრობდი, როგორც ცხინვალი თუ შეიძლება რომ დაიბომბოს, თბილისი შეიძლება ესე იგი რომ დაიბომბოს. ცხინვალი არის კონფლიქტის ზონა და თბილისი მე მგონი არანაირად არ უკავშირდება კონფლიქტს. კონფლიქტის ზონა ცხინვალი არის იმიტომ, რომ მუდმივად იქ არის სროლა და ის ადამიანები მუდმივად ცხოვრობენ სასიცოცხლო რისკის ქვეშ. ღმერთმა ხო არ გამოუწერა, რომ გინდა თუ არა კონფლიქტის ზონა იყოს ცხინვალი და თბილისი არ იყოს კონფლიქტის ზონა, ხო? ეს არის საქართველოს ტერიტორია და ჩვენ როგორც სახელმწიფოს ყოველთვის მე მივაჩნია, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც იქ ცხოვრობენ. როგორი იყო ქართული საზოგადოება თქვენი გადასახედიდან ომამდე მდგომარეობის სიტუაციაში? როგორი იყო მისი მისწრაფებები, განწყობები? რაც შეეხება იმ მოსახლეობას, რომელიც კონფლიქტის ზონების მიღმა ცხოვრობდა, რასაკვირველია, მათ შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ომით დაკარგულს მხოლოდ ომით დაიბრუნებ. თან ჩვენ ვიყავთ ანი ვერ შეიძლება გაცო მოსახლეობაზე ისვრია, სახლები დაანგრიეს გაუბიცეებით. ეს რაღაც ხო არ შეიძლება რა. ყოველდღე ეს ხდება. ყოველდღე ისვრიან ძმაო, ესე არ არის ლამაზი. დღეს ეგ მოხდება, ხვალ სხვაგან მოხდება ძმაო და გავაკეთოთ რაც გასაკეთებელი არის. მაგრამ მე რო ვთქვა, რომ ხა ქვეყანა მზად იყო იმისთვის, რომ ჩვენ დიდი ომი გვეწარმოებინა, ამაზე სამოქალაქო თანხმობა ნამდვილად არ ყოფილა. მე ვიცი ერთი მოხალისე, რომელმაც მოასწრო და წავიდა ამ ომში. ჩვენ უნდა აგვეშენებინა სხვანაირი სახელმწიფო. არა ისეთივე, როგორცაც რუსეთი აშენებს. არამედ უნდა აგვეშენებინა ნამდვილად დემოკრატიული, ნამდვილად საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული, ნამდვილად ძლიერი მედიით, ნამდვილად ძლიერი ოპოზიციით, ძლიერი პარლამენტით, ძლიერი თვითმმართველობით. მაშინ ადამიანები, რომლებიც ტერიტორიებზე ცხოვრობენ, უბრალოდ თავისით მიხვდებიან, რომ ეს არის კარგი ქვეყანა და რომ მათ ეხალისებათ ესეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც რეალურად იქნებიან დაცულები. და ამას ხომ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდებოდა. რა თქმა უნდა, გეთახმებით, ეს იყო მათი არგუმენტი, რომ ამას დაჭირდებოდა დიდი დრო და დღეს რამდენი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივიდეთ საბოლოო წერტილამდე. დღეს უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით. We wanted to know if it was possible to solve the conflict peacefully. Baata Zakarishvili has a long experience in the conflict resolution field. იმ
Pata remembered the time when there had been a good chance to solve the conflict. იყო გაკურული ესეთი კარგი პერიოდი და საქართველოს ხელისუფლებამ რამოდენიმე სამშვიდობო წინადადებით მიმართა ოსურ მხარეს და მსოფლიოს. 25 დეკემბერს კოკოითმა მიიღო ეს დოკუმენტი, ჩვენს მიერ შეთავაზებული დოკუმენტი და გამოაგზავნა პასუხი საჯარო გამოქვეყნდა, სადაც ჩამოწერილი იყო პუნქტები, რომელიც თანახმა იყო კოკოით წამოსულიყო თანამშრომლობაზე. Мы приглашаем грузинскую сторону сесть за стол переговоров и обсуждать все спорные вопросы за столом переговоров, переводя все это противостояние в правовое русло. Მთელი დეკემბერი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და წინ წავიდნენ. რატო თქვი, კარგი თვე იყო, იმიტომ რომ სწორედ 2005 წლის დეკემბერში იქნა მიღებული გაწყვეტილება შეხვედროდნენ ერთმანეთს უკვე აფხაზური მიმართულებით ბაღაფში და სააკაშვილი. აფხაზები მოითხოვდნენ, დაიწყეს ურთიერთობა ირაკლი ალასანიასთან და კარგი იქნება თუ რამე დოკუმენტს ხელს მოვაწეთ, რომელიც გამორიცხავს საوار მოქმედებებს და ქართულ მხარემ ეს მიიღო და ქართულ მხარემ დაწერა ამ დოკუმენტის პროექტი და შესთავაზა აფხაზურ მხარეს და Top-level negotiations were going on between Irakli Alasania and the Abkhaz Foreign Minister Sergei Shamba. როცა ირაკლი ალასანია მიაღწია თავის სერიოზულად ნდობა მიიღო აფხაზურ მხრიდან და ჩამოიყვანა შამბა თბილისში. და შამბამ ჩამოიტანა უკვე სხვა დოკუმენტი, ეს ხო კოკოიძე ვთქვით. შამბამ ჩამოიტანა დოკუმენტი მომავლის გასაღები. მოძრაობ ზააგრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, იქ მიუღებელი რამე წერია, მაგრამ ძამბერი მისაღები რაღაცებიც იყო. ევროპასთან კონტაქტები, რუსეთის საერთოდ ახსენები არა იმ დოკუმენტში. შამბამ რა გააკეთა, უნიკალური რაღაც გააკეთა მაშინ. პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტების დროს შამბა გამოვიდა გაეროს ფისიდან და შარდენზე გაისერინა. Вам нравилась культура наша? С культурой я давно знаком, грузинский автор здесь учился. Мне всегда это нравилось, и я считаю, что это самый главный такой фактор, который сохранил нацию. И пока это существует, древняя, духовная такая культура, как сказал Гамсапурдия, пока существуют наши традиции, мы не изменяемся. Სააკაშვილს ისმენთ თუ გაეკეთებინა, რომ გამოეცხადებინა, რომ მე მივესალმები ასეთ გამოჩამოსულებს, ეს კარგია, კაიქება თუ შევხვდები სიტყვაზე. განეცხადებინა, არა. სწორედ იმ დღეს მანდა მაინც იყო სად სენაკის სამხედრო ბაზაზე. ანუ იმ ბაზაზე, რომელიც შეიქმნა აფხაზეთის წინააღმდეგ. ბატონო პრეზიდენტო, სამხედრო ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, მეორე ქვეითის ბრიგადის პირადი შემოქმედება დაწყობილია. ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ოცებაიშვილი. გამარჯობათ. ნამდვილი მესეჯია, რომ მე არ ვიცი რა ხდება მან თბილისში, მე ჩემი საქმეები მაქვს აგერ სენაკში. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მოლაპარაკებები, შეთანხმებები, ეს არის მიუღებელი. ეს არის დამცირება, ეს არის სისუსტე. In August 2006, the dialogue with Abkhazia was finally derailed. Georgia sent troops into the Kodori Gorge under the pretext of an operation against local criminal groups. The Abkhaz saw it as a precursor to military action against them, and they called a halt to the negotiations. Soon after, we had problems with the Ossetians too. As a counter to the de facto Ossetian government, our authorities decided to establish a parallel Ossetian administration. Dmitry Sanakov, elected on the Georgian-controlled territory, was assigned as the head of the administration. სანაკოები შექმნა როგორც თვითონ ოსური მხარის წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება ლაპარაკი და სანაკოები დასვა არა თბილისში, არა გორში, არა რომელიმე ქართულ სოფელში, არამედ ჯავასა და ცხინვალს შორის გზაზე, სოფელ ქურთაში. და გადაუკეთა ფაქტიურად ამ პროექტმა, სანაკოების პროექტმა ოსებს ერთმანეთში კონტაქტი. იმედი იყო ის, რომ ოსები წამოვიდოდნენ სანაკოევისაკენ. არ წამოვიდნენ. პირიქით, დაიძაბა ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ ოსებს შორის გახეთქილება, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობა დარჩა კოკოეთის მხარეს და პრაქტიკულად რამოდენიმე ოჯახი დარჩა სანაკოევის მხარეს. ოსებმა გააკეთეს შემოვლითი გზა ჯავისაკენ, ქართველებმა შემოვლითი გზა ქურთისაკენ. თუ შეგიძლიათ
გვითხარით, მოგვიყევით იმ წინა პირობების შესახებ, რომელიც აი ამ უკანასკნელ ცხინვალის რეგიონში გაჩაღებულ ომს ჰქონდა საფუძვლად. ფაქტიურად ოსებმა თუ რუსებმა თუ არ ვიცი ვინ დაიწყეს სროლები, ინტენსიური სროლები ამ სამი სოფლის მიმართ. და როგორც უკვე ჩემი დასკვნა არის, როგორც ჩანს, სააკაშვილი დადგა არჩევანის წინაშე. ან კარგავს საქართველოს სოფლებს და კარგავს პროექტს სანაკოევისას და ხვალდელით გაიგვიძებს ქართველიერი და რას ეთყვის მას, რომ მე ცეცხლს შევწყვიტე და ცხვიდან ამაცალეს ქართული სოფლები ოსებმა. და როგორც ჩანს, მან გასცა განკარგულება, რომ გაეჩერებინათ ის ცეცხლის წერტილები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მის პროექტს. თავარი ხაფანგი დაგებული იყო რა თქმა უნდა ცხინვალში. ანუ ცხინვალში შესვლა და ბრძოლების დაწყება იყო ერთი და იგივე. ყველაფერი ეს რუსეთმა გამოიყენა თავის სასარგებლოდ, ყველაფერი ეს გააკეთებინა და ფაქტის წინაშე დაგვეყენა მე ყველა უკვე დაგვსაჯა აი ამ დინამიკაში. რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის მე თუ ვარ მართალი, ვინ არიან ოსები. მე თუ ვარ მართალი, ვინ არიან აფხაზები. როგორც მე თუ ვარ მართალი, ვინ არის ოპოზიცია? მთელი ტრაგედია ქართულ-აფხაზური პრობლემა კი არაა. პრობლემა ხელისუფლების პრობლემაა. ხელისუფლებას არ შესწევს უნარი ელაპარაკოს მოწინააღმდეგეს, ოპონენტს. A few months passed, but we kept thinking about everything we had seen and heard on our journey, and we wanted to share our impressions with Mamuka. სანამ ფილმზე დავიწყეთ მუშაობას, მანამდე მეგონა რომ აფხაზი ხალხი ჩვენს მიმართ იყო უფრო ლოიალურად განწყობილი. მაგრამ მე თითქოს რაღაც ინტერვიუებიდანაც გავარკვიე და საერთოდ გავიგე რომ თუმე მათ მართლა უნდათ რომ დამოუკიდებლად ჩვენგან დამოუკიდებლად იცხოვრონ და ეს იყო ჩემთვის სიახლე, იმიტომ რომ მანამდე მეგონა რომ კიდე რაღაც დაკავშირება შეიძლებოდა მაგათთან და რაღაცა გზები გამოიძებნებოდა. შთაგონებული ვიყავი ისე რომ ჩემია და უნდა დავიბრუნოთ. დავინახე რომ თავის თავად როდესაც დაიწყო გაუგებრობები თვითონ აფხაზეთში ქართულ და აფხაზურ საზოგადოებად რო გაიხლიჩა იქაური ცხოვრებლები, მაშინაც რაღაცების შეგვეძლო გაგვეკეთებინა, თუმცა არ გავაკეთეთ. დავინახე ის რომ ძალიან ხშირად ემოციურად უდგებოდით საკითხებს, რომელიც შეიძლებოდა მარტივად და რაციონალური გზით გადაგვეჭრა. ადრე მეგონა რომ ეს რადიკალური სამხედრო ჩარევებით უცებ მოგვარდებოდა კონფლიქტები და ნუ ეხლა მეც უკვე იმაზრზე ვარ რომ ისე მშვიდობიანად თუ შეიძლება მოხერხდეს ამ კონფლიქტის გადაჭრა. კარგი, მაგრამ შენ ფიქრობ რომ მაინც მშვიდობიანად შეიძლება ეს კონფლიქტი მოგვარდეს? ხლა შეიძლება 10 ჯერ უფრო იმას დიდი მანძილით ვარ დაშორებული ამ ჩვენს მიზანს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყოველთვის არის შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება. კონფლიქტის მოგვარება არის საზოგადოების გაერთიანება, რომელიც ახლა გახლეჩილია. ტერიტორიის დაბრუნება შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ კონფლიქტი არ მოგვარდეს. ჩემთვის მიზანი არის თუნდაც ტერიტორიულად განცალკევებული აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო, ოღონდ იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ აფხაზ ადამიანს და ნებისმიერ ქართველ ადამიანს ქონდეს შესაძლებლობა ჩავიდეს საქართველოში, ან ჩავიდეს აფხაზეთში, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე და ყოველგვარი შიშის გარეშე. ვახო, შენ გონია რომ ქართველების ამ შემთხვევაში თუ მათ ფიზიკურად გადაადგილების საშუალება მიეცემათ აფხაზეთში, ჩათვლიან კონფლიქტს მოგვარებულად და დამთავრებულად? ჩემთვის კონფლიქტი მოგვარებული იქნება, თუ მე შემეძლება ჩავიდე აფხაზეთში. ჩემთვის რა არის კონფლიქტის მოგვარება? ჩემთვის კონფლიქტის მოგვარება არის პირველ რიგში ჩვენი მიზნის მიღწევა. ნუ მე ესე მიმაჩნია და მგონია რომ ჩემნაირად ფიქრობ საზოგადოების უმეტესი ნაწილი. რას ნიშნავს შენი მიზნის მიღწევა? ანუ ჩვენი მიზანი არის ტერიტორიის დაბრუნება. აი ვახო ეხა ამბობს რომ მისთვის მთავარი არის რომ ხალხი დაბრუნდეს და იცხოვროს. ნუ როგორ უნდა ვიცხოვრო, იქ სადაც ვიცი რომ სტუმარი ვარ და აქ ოდესღაც ჩემები ცხოვრობდნენ. ჩვენ როცა ვიყავით ზუგდიდში ვექტორის დასახლებაში, როდესაც გავესაუბრეთ დევნილებს, იქ რამდენიმე მკვეთრად აღნიშნა და ხაზი გაუსვა იმას, რომ არ უნდა დაბრუნება ისე, თუ არ მეცოდინება რომ ესო ჩემი სამშობლოა და ისე ვისე რქნებიო, არ დაბრუნდები. მოახერხეთ თუ არა ის რომ სრული სურათი დაგენახათ ამ კონფლიქტის და თუ ვერ მოახერხეთ, მაინც რამ შეგიშალათ ხელი? მათ არ უნდათ ჩვენთან ცხოვრება და ესწრაფვიან უფრო საშიში მტერს, ამ შემთხვევაში რუსეთს
და აი მათი პოზიცია არის ჩემთვის გაუგებარი. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა იმ დროში და იმ პირობებში, რაშიც მუშაობდით, მიგვეღო მაქსიმალური ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენი ცოდნა ძალიან უყარია და კარგია, მაგრამ არ კლია ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შესაძლებლობა არ მოგვეც არსებული სიტუაციის გამო, თვითონ აი ამ წუთას რას ფიქრობენ აფხაზები, ამ წუთას რა არის, როგორია მათი განწყობები. Mamuka asked the Abkhaz government to allow us to visit Abkhazia. Unfortunately, the answer was no. This time I went to West Georgia without Vakhov. I wanted to see Ganmukhuri, which the Russians had occupied for over a month. There was no point in stopping in Ganmukhuri beach where all the new buildings were destroyed. აი ამ ბარის წინ მახსოვს იდგა სკამები, ხალხი ისხდა იჯდნენ ჩვეულებრივ, სვამდნენ. კიდე აქ ხალხი თამაშობდა. ახლა რა მე ვახსოვს როგორ დაწდა ვახოს გული რომ ზაფხულში აქ არ შეგვიშვეს და ახლა უკვე მაქვს შესაძლებლობა შიგნით შევიდე, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი აქ არის გადამწვარი. ეს არის ის კოტეჯების რიგი, სადაც იყვნენ ბავშვები. აქ რაც იყო ყველაფერი ხის არის განადგურებული და მხოლოდ გადარჩა ეს რკინის ორსართულიანი საწოლები. Until this summer, our generation had only heard about the horrors of war. Now we experienced it for ourselves. I think the reason for our failure to solve the conflict is that we keep looking for answers elsewhere, instead of looking inside ourselves. Sometimes I wonder if we really have the will to find answers.